აი ვაღებთ კარებს და შევდივართ ჩემს ოთახში. აი ეს არის ოთახი ძირითადად. აი რასაც ხედავთ. აი აგერ ხედავთ ცალკე პატარა კუთხეა, სადაც არის ვეშოლკა სარკე. ეგ დივანი, გასაშლელია ეს დივანი, ძალიან კარგი დივანი, ორი კაცი დაძვება თავისუფლად მონდება. აქ პატარა მაგიდა, გასაშლელი მაგიდა დგას. აქეთ კუხნა, კიდე აქეთ პანჯარა. აი რასაც უყურებთ, აი კუხნა ძალიან კარგი, ახალი, აი ტელევიზორი, აი კონდიციონერი. ისე თქვით, ყველაფერი პირობას არიცხი მანქანა. შემდეგ ეს კიდე საწყობი, დუხოვკა, დიდი მაცივარი. აქ საწოლი არაბული ტახტი დგას, ორი ადამიანი თავისუფლად წვება. იქ თუ ხედავთ პატარა შკაფი და უკან პანჯარა. ეს პანჯარა გადის ეგერ ქუჩის, იქვე სადღაც 30 მეტრში ცენტრალური ქუჩა. შემდეგ აი მაცივარი. აი შევდივართ სად? აბანო. ნახეთ. აი რაკოვინა, ტუალეტი, დუში. ჩვეულებრივად. ყველაფერი აბსოლუტურად. შიგნიდან ვაღებთ კარებს აქ, ტუალეტის გარს. შიგნიდან ვაღებთ, გამოვიდეთ, მოვდივართ. დგას აქ პატარა ვეშოლკა, ჩემი. აქ პატარა შკაფი. და ახაც კიდე შკაფი, სადაც შეგიძლიათ განსაცმელები დაკიდოთ. შკაფი მთელ სიგრძეზეა, რა თქმა უნდა, ამ წუთში. აი ასე. რასაც ხედავთ. აქ ბაქს კიდე. ეს არის კარგი ტორშერილი, რა ქვია. ლამპა, აუნდებთ. ეს სიტყვით, აი, რასაც ხედავთ, ეს არის 32 კვადრატული მეტრი. ღირებულება თვეში 550 ლარი. რასაც უყურებთ. ყველა პირობა იმისა, რომ ორმა ადამიანმა იცხოვროს. ისე რომ ერთმანეთი არ შეაწუხონ. ცოლ-ქმარი მაგალითად, ორი სტუდენტი. აი, გაჯერების დროს ცოლ-ქმარი პატარა ბავშვითაც თავისუფლად მოთავსდებიან. იქ ცოლ-ქმარი დაძვება, აქ ბავშვი დააძვენა, ეს დივანი იშლება, რომ არც გაშალო სიგრძეზე, ძალიან ფართია, აქ ბავშვი 4-5 წლის ასაკის ბავშვი თავისუფლად დაძვება. აი, ეს არის სულ. ეს არის ჟიური შარტავას პირველი შესახვევი, ნომერი 7. კარფური ჩემგან. სულ რაღაც 50 მეტრში. აქეთ ორი ნაბიჯი, ხელმარცხნივ არის ეკლესია. ფაქტიურად ცენტრია.